იცით რა, სიმართლე გითხრათ, მე სხვას არც ველოდებოდი სამუშიასგან, მე მივხვდი, რომ ეს ახლა შეეცდებოდა რაღაცნაირად დაემშვიდებინა მდგომარეობა, ჩაერჩეს დუღილის ტემპერატურა, იმიტომ რომ ის მიჩვეული ასე მართვა სამ უნივერსიტეტის და ყოველთვის როცა უნივერსიტეტს უჭირდა ხოლმე ამას აკეთებდა ისო. და ნახეთ, საკმაოდ მშვიდი სამუშია, რომელმაც თქვა, რომ ხო ნუ აი ესეთი რამე მოხდა, ამის იურიდიული უფლება აქვს, იმიტომ რომ თურმე სახელმწიფოს ეკუთვნის უნივერსიტეტმა მას შეუძლია განაგოს როგორ განვითარდეს და ორი უნივერსიტეტი შეერთოს თუ პირიქით გააცალკევოს და ახლა მე იურისტებს თუ თქვენ არ გესმით იურისტები იხსნიანო აქვე არიანო არის საუბრა რა თქმა უნდა ავტონომიაზე უნივერსიტეტის ავტონომიაზე არც აკადემიურ თავისუფლებაზე დაუსვა ჩემო კოლეგამ ასეთი კითხვა და ამას თავს არიდებს და ბოლონიის პროცესზე ისე საუბრობს რომ სულ არის ეს მაგალითად ის რომ უნივერსიტეტს რომელსაც არ აქვს ავტონომია და პარტია პირდაპირ განაგებს და გადაწყვეტს რომ შეუერთოს თუ არა სხვა უნივერსიტეტს მას რა თქმა უნდა არ ექნება არანაირი ევროპული ფასეულობა ვერ განვითარდება დამოუკიდებლად მას არ უთქვამს ცალსახად თავისი დამოუკიდებლობა თუმცა ყველა იმ კომენტარში რასაც აკეთებდა მე მეჩვენება რომ ის მზად არის შეასრულოს აი ეს ბრძანებაც და ერთადერთი დართონება საზოგადოებას უნივერსიტეტის საზოგადოებას რომ თუ რამე პრობლემა აქვთ და რამე უნდათ რომ აკადემიურად გამოიკითხონ ოღონდ არა პოლიტიკური კითხვებით მათ შეუძლიათ რომ განათლების სამინისტროსთან ასეთი კითხვები წარადგინონ და ის უშუალოდ მდგომნებს აი ამ პროცესს